20 საათი არვიანი ეთერში საღამოშვიდობისა ალეპო წერტილი რუკაზე, სადაც ამ მომენტშიც ყველაზე მეტ ადამიანს უჭირს. ბოლო დღეებში აღმოსავლეთ ალეპოდან 6000 ადამიანი გაიყვანეს, იქ კიდევ 50000-ია დარჩენილი, მათი გამოსვლა ამ მომენტისთვის შეჩერებულია. მათ აქტიურად ბომბავენ სამთავრობო ძალები, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი რუსეთი და ირანული ჰეზბოლა. გაეროს ინფორმაციით სირიის ომს უკვე 400.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ბოლო დღეებში ალეპოში მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. არის შემთხვევები, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს სამთავრობო ძალების სახლებში უვარდებიან და კლავენ. მე ბანა ვარ 7 წლის მსოფლიოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ველაპარაკები. ახლა შესაძლოა ჩემი ცხოვრების ბოლო წუთები იყოს. ტვიტერში არაერთ ასეთ პოსტს ნახავ, თუმცა ბანას ამ მომენტისთვის უკვე მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს, ვინაიდან ის ერთ-ერთი აქტიურია ტვიტერზე. მის ერთ-ერთი ბოლო პოსტი ასეთია: მამა ჩემი ამ წუთას დაიჭრა მევტირი. ალეპოს ამ დრომდე 4 წლის განმავლობაში აჯანყებულები აკონტროლებდნენ რუსეთისა და ირანის დახმარებით, ასადმა იქ ძალები აღიდგინა. ადგილობრივ მოსახლეობას ისინი ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორი იყო ალეპო დაბომბვამდე და როგორ გამოიყურება ის ახლა. ეს არის ფოტოები მშვიდობიანი ალეპოდან. ეს კი გახლავთ ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მასალა ალეპო ახლა. და მე მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ დეზინფორმაციის გასავრცელებლად სირიაში ბავშვებს მტვრით ფარავენ, რომ ისინი ავიადარტყმების მსხვერპლად წარმოაჩინენ. შეგახსენებთ, რუსეთი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის და მისი ხელით ხორციელდება სწორედ ალეპოში ავიადარტყმები, რომელსაც ეწირება მშვიდობიან მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ამ დროისათვის მსხვერპლმა უკვე 400.000 მოქალაქეს მიაღწია, 400.000 მშვიდობიან მოქალაქეს. ჩვენ ამ თემას გადაცემის მეორე ნაწილში დაუბრუნდებით. მანამდე კი საქართველოს ლარის ოფიციალური კურსი 2 ლარი და 78 თეთრია. ჯიხურებში ის გაცდა უკვე 2 ლარსა და 70 თეთრს. შოკები იყო ისეთი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობდით აგვისტო-სექტემბერში, როდესაც თქვენ აქტიურად ჩაერიეთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით და პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აჩუქეთ ლარის კურსი 2 და 3. და რატო არ ერევით ახლა? საგარეო ფაქტორებიდან გამოცემული შოკების სიძლიერე გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ დოლარმა თავის ისტორიულ სიძლიერეს მიაღწია. ამავე დროს საკმაოდ დიდი გაუფასურება ჰქონდა თურქულ ლირას და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა მექანიზმის გამოყენება. თუ ამ ლარს არც ინვესტიცია შველის, არც ტურიზმის შემოსავალი შველის, არც ეკონომიკის ზრდა შველის, არც თანაბარი ხარჯვა შველის, რასაც ყველაფერს გვიმტკიცებთ, რომ კარგად არის. თუ ყველაფერი კარგად არის და ეს არაფერი არ შველის ლარს, მაშინ დავქცეულობთ საერთოდ და ის არის. ამიტომ იმის მტკიცებით, რომ ყველაფერი კარგად არის, თქვენ სინამდვილეში გვიმტკიცებთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის და ვეკითხავთ მთავრობას, რომ გაიაზროთ, რომ აი ასეთი მტკიცებით თქვენ რეალურად ხელს უწყობთ იმ პანიკის შექმნას, რომელიც დღეს და ნეგატიური მოლოდინების შექმნას, რომელიც დღეს მოსახლეობაში არსებობს. ლარი გაუფასურდა, ბიუჯეტი დეფიციტურია, ფასები იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, ხალხი გაღარიბდა, ხალხშია. და მთავრობა გამოდიხარ და ამბობთ, რომ გიხარიათ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. სამარცხვინო პროგრამა წარმოადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს გულაცაკერტო პოლიტიკის განვითარების. თქვენ გიხარიათ, რომ დაგამტკიცეს და სკამები შეინარჩუნეთ. თქვენ სკამის სიყვარული გიხარიათ. 2 დამნაშავე ერთდროულად გამოხვედით 1 საათის ინტერვალში. ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არის დამნაშავე ლარის გაუფასურებაში და მეორე ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასევე არის დამნაშავე ლარის გაუფასურებაში. რამდენჯერაც მოვიტყვიეთ, იმდენჯერ მე გამხელთ. აი ახლა მე გეუბნებით
ხო და მეც ვიტყვევოდი ახალგაზრდობაში და ხო ხედავთ წვერი გზელი მაგრამ თქვენ აი ასე გაგიგზელდებათ პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ ხოლმე ბატონ რომან, იმიტომ რომ მე არც ერთი ინფორმაცია რაც მოგაწოდეთ არ ყოფილა არასწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ კარგად გადაამოწმოთ. თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ საკრებულოში დღის განმავლობაში სწორედ ამ დოკუმენტს იხილავდნენ შესაბამისად საკრებულო იყო ყურადღების ცენტრში დავით ნარმანია დედაქალაქის მერი თავის გამოსვლაში ამბობს რომ შენიშვნების უმრავლესობა რომელიც ქალაქის ხელისუფლების მიმართ გაჟღერდა არის უსაფუძვლო 2013 წლის დეკემბერში პრემია მიუღია 7200 ლარი 2014 წლის განმავლობაში პრემია ჯამში 22850 რომ მიწუნებთ მართლობას და ჩვენ ვიწუნებთ მართლობას რა დამსახურებისთვის აიღეთ ის პრემიები რომელთა შესახებაც არც ითქლებია წარმოდგენ მოთო არ თქვენიათ როცა ამაზე საუბრობთ რა გააკეთეთ რა გაქვთ საერთოდ გაკეთებული დაგვისახელეთ ერთი პროექტი პროგრამა 2013-14 წლებში გარდა ჩვენი მთავრობის საბოტაჟისა რა გაქვთ გაკეთებული რა გააკეთეთ 2013-2014 წლებში. როდესაც თქვენ გაცხარების ფონზე ამოაფრიალებთ ჩვენი კოლეგების ხელფასებსა და დანამატების თარიღულ ვარიანტს და გამოდმებით ამაზე არის ლაპარაკი, ამის პასუხად ყოველთვის გეტყვით, ჩვენ კი არა მოქალაქეები გეტყვიან, რომ მაშინ ქალაქი ვითარდებოდა, საქმე კეთდებოდა და ის თავის ქალაქი, ის ინათლის ქალაქი, ის უსაფრთხო ქალაქი ჩვენ შევქმნით, სწორედ როგორც თქვენ დაახვდათ. მოკლედ ბიუჯეტი დამტკიცებულია როგორც გითხარით ზურაბ ქადაგიძე-რვიანის პირველი სტუმარი საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან საომშვიდობისა ბატონო ზურაბ მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მაინტერესებს მოკლედ გითხრათ როგორი ბიუჯეტი ექნება დედაქალაქს მოგესალმებით, ნინო, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ძალიან ცუდად ზოგი ადამიანი ოპონენტები განსაკუთრებით სპეციალურად სპეკულირებენ იმით, რომ ძალიან ცუდად ფუთავენ ყველაფერს და ძალიან ცუდად ასაღებენ შემდეგ საზოგადოებაში. ჩვენი რეალობა რაც არის, რეალობა ეს არის პირველ რიგში ის 8.801 მილიონი ლარი და ბიუჯეტი თელ მსოფლიოში ყველა ქვეყანაში დგება შემოსავლებით. რეალურად რაც გვაქვს ჩვენ რეალობა, ამ რეალობიდან გამომდინარე გაიწერა პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იქნება ყველაზე მეტად მორგებული ადამიანებზე და ადამიანურ ღირებულებებზე. ეხლა რაც შეეხება კორექტირებებს, რაც გაკეთდა ჩვენ იმის კომისიების სხდომებზე სხვათა შორის შესწორება გავაკეთეთ, რაზეც ბატონი მერი დაგვეთანხმა ბემიას კუთხით ეს მინათმე საკუთრებების კუთხეა ერთ-ერთი ვთქვათ ის პრიორიტეტი რომელიც აუცილებლად გადამზადებითი პროგრამები შეწყდა და რომ პირდაპირ უნდა იქნეს გათვლილი ზუსტად მეთაკუთრეებთა ამხანაგობებზე არა მათ გადამზადებაზე, არამედ თვითონ მათ კერძო საკუთრებაში მქონე სახლების რეაბილიტაციაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯანდაცვის კუთხით, როდესაც მიდის აპელირება იმაზე, რომ შემცირდა რაიმე, აქ არ არის შემცირება, აქ ზუსტად იმაზე მიდის საუბარი, რომ კომუნალური ვაუჩერების შემთხვევაში მოხდა კორექტირება. ქალბატონინო, მე მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს ეს, რომ 0-დან 200,000 ქულის მქონე ადამიანებს მიეცემათ ეს დახმარება და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ადამიანზე ჩვენ თუ გვინდა რომ მიზნობრივად იყოს გაწერილი და გახარჯული თითოეული თანხა, თითოეული ლარი იმ შემოსავლიდან, რასაც დღეს ბიუჯეტი წარმოადგენს, ზუსტად ასე უნდა მივუდგეთ საკითხებს. აქ ისმება კითხვა, რომ ბიუჯეტის, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ბიუჯეტის გახარჯვაზე, აქ აუცილებელი არის მიზნობრიობა, აუცილებელია სწორად იყოს გადანაწილებული ბიუჯეტი და არა ერთი ხელმოსმით. ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება ჩადიოდა, დღეს სამარცხვინოა ის გამოსვლები თუნდაც, რომ ოპონირებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და საუბრობენ დღეს რაღაცა გაფლანგებზე, რეალურად არც ერთი თეთრი არ იფლანგება, ყველა თეთრი არის გაწერილი და ორიენტირებული არის ადამიანებზე და მოსახლეობაზე. რეალობა ერთია, რომ ჩვენ არ კმაყოფილდებით ამაზე და ეს თვითკმაყოფა არ არის. მე დამეთანხმეთ, გეტყვით იმას, რომ უფრო მეტი მინდა და მე განსაკუთრებით კიდე მაჟორიტარებს გვიწევს მოსახლეობასთან თითქმის ყოველდღიურად შეხვედრა და უფრო მეტ პრობლემას ვაწყდებით და ამ პრობლემების გადაჭრის გზები აუცილებლად უნდა გამოვნახოთ და ამაზე პირდაპირ განაცხადა ბატონმა მერმა
რომ არამც და არამც არ იქნება თუნდაც 801 მილიონ ლარზე დაკმაყოფილებული და დღევანდელობაზე არ ვიქნებით დაკმაყოფილებული და იქნება შემდეგი გზები მოძიებული. თუნდაც ერთ მაგალითსაც გეტყვით, მოსაკლებელი იზრდება სათამაშო ბიზნესიდან და ადგილობრივ ბიუჯეტს რამოდენიმე მილიონი ბატონ ზურაბ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ პრიორიტეტული არის დედაქალაქის ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საგზაო ინფრასტრუქტურა. მაინტერესებს იგრძნობს თუ არა მომავალ წელს უკვე ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებელთა რაღაც ნაწილი მაინც რომ ამ მხრივ არსებობს შვება. რა იგულისხმება საგზაო ინფრასტრუქტურაში, ეს მხოლოდ გზებია თუ აქ თქვა საცობების განტვირთვის თემაც არის? დიახ, პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ საგზაო ინფრასტრუქტურაზე და ზოგადად გზებზე, ეს არის კომპლექსური პრობლემა. დავიწყოთ საცობებიდან და დავამთავროთ ინფრასტრუქტურით. როდესაც ჩვენ წინა წლებთან ჩვენ შედარება უნდა მოვიყვანოთ, რომ ყოველწლიურად უნდა გავაორმაგოთ ესა თუ ის პროგრამის გინდაც დაფინანსება და გინდაც შედეგის თვალსაზრისით ორმაგად უკეთესი შედეგი მივიღოთ, თუნდაც ის რომ წლების განმავლობაში 9 კვადრატულ მეტრამდე აქ საუბარი 600,000 გულისხმობ კვადრატულ მეტრამდე 9 მილიონამდე იგებოდა გზები, ახლა ამ წლებში ბოლო 2 წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე ავიდა და არც ერთი პროექტი არ ჩერდება. ესეც არის ტყუილი, რომელზეც აპელირებენ, რომ აქ რაღაცა თანხები მოაკლდა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები არ ჩატარდება. დიახ, მე ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს თითოეული მაგალითი, რომ დავიწყოთ ქუჩების ჩამოთვლა, მაგრამ ზუსტად ეს ბიუჯეტი არის ყველაზე მეტად, რაც კი თბილისის ბიუჯეტები არსებულა, გამჭირვალე თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ თითოეული გზაც კი მონიშნულია, თუ რომელ გზაზე გაკეთდება ესა თუ ის ღონისძიება, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო ბიუჯეტი. ჩვენ მრავალი პრობლემა გვაქვს და ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ ბიუჯეტის გაზრდის გზები, თუნდაც ისეთი კომისიების შექმნით, მე გეტყვით ახლა, რომელიც ქართული ოცნების ფრაქციის ინიციატივა იყო, რომ საკრებულოში შეიქმნას კომისია, რომელიც იმჯერებს ისეთ კომპლექსურ საკითხზე, როგორც არის დაწყებული თუნდაც სიტი პარკი, გაგრძელებული საცობები ქალაქში და დამთავრებული თუნდაც იმ ელემენტარულ შვებაზე, რომელიც შეიძლება იგზნოს ამა თუ იმ მოქალაქემ. ამიტომ, როდესაც კომპლექსურ საკითხებს ვეხებით, არ შეიძლება უკაცრავად და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ რაღაც თითიდან გამოწოვილი სარჩულად დადებული პოლიტიკური საქციელის გამო ჩვენ შეცდომაში შევიყვანოთ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და აი აქ ნიშნდება შეკითხვა, როდესაც თქვენ როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობთ, რომ ახლა უნდა შეიქმნას კომისია იმისთვის, რომ სიტი პარკის ან საცობების თემა განიხილოს და გადაწყვიტოს, რა კი ეს კომპლექსური საკითხია, რატომ არ მოხდა ეს აქამდე? არც სიტი პარკის პრობლემა გაჩენილა ახლა და არც საცობების. არა, დიახ, ეთანხმებით მე ამაზე 2 წლის განმავლობაში დღეს ბატონმა მემაც ისაუბრა, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები არა მარტო იურისტებთან, არა მარტო ექსპერტებთან, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოგვარება და ზუსტად ოპონენტები, როდესაც საუბრობენ იმაზე და ეს რაღაცა სარჩული უდევთ პოლიტიკური სიტი პარკის თემა და რომ ამბობენ ერთი ხელმოსვლით, რომ იცით რა 25 მილიონს თუ გადავხდით სიტი პარკი წავა, შეიძლება 25 მილიონიც არ ეყოს მის წასვლას. შეიძლება სამართლებრივი დავა, როდესაც ის დაიწყებს თუნდაც რომ დაიწყოს მან სამართლებრივი დავა და არ დაჯერდეს ამ 25 მილიონს და ჩვენ ერთი ხელმოსმით გავიუქმოთ მათ ეს ხელშეკრულება, სამართლებრივი დავა არის ძალიან კომპლექსური, ძალიან შრომატევადი საქმე, როდესაც თუ კი ჩვენი წარმომადგენლები ჩვენს ინტერესებს ბოლომდე ვერ დაიცავენ, შეიძლება 25 მილიონზე მეტად კოლოსალური თანხები დაგიჟდეს. ბატონ ზურაბ, სიტი პარკი ასრულებს თავის ხელშეკრულებაში აღნიშნულ ვალდებულებებს? არ არის საფუძველი ამ ხელშეკრულების დასარღვევად? ყველავ თანხდებით ქალბატონო ნინო, ეს არის კაბალური ხელშეკრულება და არა მარტო სიტი პარკზე ძალიან ბევრი სიპია ასეთი, რომელთაც კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული ზუსტად იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დღეს საკრებულოში შედან და ცოტა სასაცილოა მათი მხრიდან საცობებზე საუბარი და მათი მხრიდან ამ პრობლემებზე საუბარი, რომელ პრობლემასაც თითოეული ჩვენგანი ვაწყდებით და ამიტომ ვამბობ მე, რომ პირველ რიგში ეს სიტი პარკის პრობლემა უნდა გადავჭრათ არა ერთი ხელმოსმით, არ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება ერთი ხელმოსმით, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ფატალურ შედეგებამდე მივიდეთ. ნებისმიერი საკითხი უნდა იქნას საზოგადოებრივი მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ასეთი საკითხები იქნას უნდა გამოტანილი საზოგადოებაში, უნდა შეიქმნას ასეთი კომისიები. მე ახალი მოსული ვარ საკრებულოში და მე მივესალმები თუნდაც ახალ გადაწყვეტილებას, როდესაც
ფრაქციამ მე თვითონ შემომთავაზა ამ კომისიაში ყოფნა, ხოლო რაც შეეხება ამ კომისიის შედეგებს, ამ კომისიის შედეგები თვითონ მოქალაქეებს შეეძლებათ ნახოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომისია ძალიან შრომატევად საქმიანობას გასწევს და სერიოზულ შედეგებამდე მივალთ. რა გარანტია იმისა, რომ აი ბოლოს რაც ყველაზე სკანდალური იყო მერის საქმიანობაში, აი ეს კონკრეტული ტრენინგის თემა, სადაც დანაჩანგლის ხმარება და გამოყენება უნდა ესწავლებინათ და კარგად მოქცევა თანამოაზრეებისთვის, აი მსგავსი თემები, რომ უცებ არ გაჩნდება ხოლმე ბიუჯეტში, მით უმეტეს რომ მომავალ წელს იქნება არჩევნები, რომლის კარგად ჩატარებაშიც და საკუთარი პარტიის სასარგებლო ჩატარებაშიც დარწმუნებულია როგორც სურველია ამისი როგორც ქართული ოცნება, ასევე დედაქალაქის მერი. მოდი ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ დავხდეთ ერთ რამეზე. აქ არის საუბარი სახელმწიფო ფონდიდან 1%-ზე. სახელმწიფო ფონდიდან 1%-ზე და რეალურად, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ამა თუ იმ მოხელესთან, თუ კი ის არ არის კვალიფიციურად გადამზადებული, მას სჭირდება ამ ყველაფერში გადამზადება. და ეს სიუჟეტებიც კი ყველაზე მეტად გულ დასაწყვეტი ამ ყველაფერში არის ერთი რამ, რომ ეს სიუჟეტები კეთდება მიზანმიმართულად პოლიტიკური სარჩული უდოს, რომელ პოლიტიკურ სარჩულს მე კონკრეტული ადამიანები იყენებენ სასაუბროდ. ნებისმიერი ასეთი დეტალის და ასეთი თემის ჩვენ გამოკვლევა შეგვიძლია ძალიან კვალიფიციურად. მაგრამ ბატონო ზურაბ, ეს პროექტი ამოღებულია, ხო, როგორც მე ვიცი, ბიუჯეტიდან. გამოდის, რომ თქვენც დაეთანხმეთ, რომ ეს თანხა არ იყო დასახარჯი და ეს არ იყო განსაკუთრებულად საინტერესო მიზნებისთვის გამოყოფილი თანხა. არა, ამ ეტაპზე მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. მე კონკრეტულად გითხარით თქვენ ზოგადად ამ პროექტზე ჩემი დამოკიდებულება, ამაზე ვერ გაგცემთ ახლა პასუხს ამოღებულია თუ არა ის ამოღებული. მე ზოგადად ვსაუბრობ იმას, რომ ასეთი ღონისძიებები აუცილებელია ასეთი ღონისძიებები. რაც შეეხება პრემიებს, ახლა წეღან როგორი ღონისძიებები, ბატონო ზურაბ? არის ადმინისტრაციულ, ბატონო? როგორი ღონისძიებები? სუფრასთან მოქცევის წესების სწავლება, ბატონო ზურაბ? არა, აი ამიტომ გეუბნებით, ხო ხვდებით, ანუ ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწვეული თემა, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი სუფრასთან მოქცევაზე, აქ არის ეტიკეტზე, აქ არის პროტოკოლზე საუბარი. იცით რა არის? ძალიან ადვილია და ძალიან სახუმაროდ უკაცრავად ამ სიტყვის ასაგდები თემაა საზოგადოებაში, რომ თურმე პროტოკოლში რომ შედის ადამიანი, რომელი კარიდან უნდა შევიდეს, ამა თუ იმ თანამდებობის თუ არამთანამდებობის ადამიანი, ამაზე დაცვისაგნად იქცეს. აი ამიტომ ვსაუბრობ მე, რომ ეს არის სპეციალურად აგორებული. საჭირო იყო რატომ ამოიღეთ ბიუჯეტიდან მაშინ ეს კითხვა მიჩნდება უბრალოდ თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ კონკრეტულ ადამიანებს ესწავლათ პროტოკოლი და ეტიკეტი თუ მათ ამ დრომდე არ იცოდნენ კონკრეტული მაშინ როგორ რა პრინციპით იყვანთ მოქალაქეებს სამსახურში მათ ეტიკეტი არ უნდა იცოდნენ მათ შემდეგ უნდა ასწავლოთ ყველაფერი და ამაში დაიხარჯოს ისევ ის თანხა რომელიც შეიძლება ამ ქალაქის მკვიდრებოდეს აქ არის გადამზადებაზე საუბარი აქ არის გადამზადებაზე და აქ არის საუბარი სახელმწიფო ფონდის 1%-ზე ანუ თქვენ რეალურად თქვენი სახელმწიფო ფონდიდან 1% იმაში რომ დაიხარჯოს რომ თქვენ ესა თუ ის ამ შემთხვევაში ნუ თქვენზე არა მაგ და ჩემზე საუბარი რომელიმე მოქალაქეს ესა და ის უნარი შეიძინოს ესა თუ ის სხვადასხვა უნარს გააჩნია ბატონო ზურაბ უნარს გააჩნია და ამაზე საუბარი ამაზე ვსაუბრობ მე რომ ეს დიახ უნარს გააჩნია რაში ვხარჯავ მე პირადად ჩემი ხელფასის 1%-ს ძალიან ბევრია გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ ამ პროექტთან დაკავშირებით კიდე ახლა როდესაც ვსაუბრობ მე ვამბობ რომ ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება რომ ასეთი პროექტები უნდა იყოს ასეთი პროექტები საჭიროა როდესაც ჩვენ კვალიფიკაციას თხოვთ ამა თუ იმ საჯარო მოხელეს თუნდაც მოხელის მოადგილეს სპეციალისტ ასეთი პროექტები საჭიროა დამერწმუნეთ რომ საჭიროა მოტივაციისთვის და უფრო მეტად შრომის უნარიანობის ამაღლებისთვის არის საჭირო პრემიებზე ვსაუბრობდი და თუ შეიძლება დამამთავრებინეთ პრემიებს რაც შეეხება და იმ ხარჯებს ადმინისტრაციულს რაღაც ყბადაღებულ თემას 22 მილიონზე მეტი ლარით არის შემცირებული ამავდროულად კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თვითონ საკრებულოც იწყებს მსჯელობას თვითონ საკრებულოს ბიუჯეტზე რამდენით იქნას შემცირებული აქ საუბარი კიდე 1.400.000 ლარზე რეალურად ჩვენ უარს ვეუბნებით რაღაც მანკიერ წარსულს როდესაც რეალურად მართლა პრემიები ისეთი კოლოსალური იყო რომ წარმოუდგენელი იყო
დღეს ამ ადამიანებს ესაუბრათ რაიმე პრემიაზე, რომლებიც რეალურად უარი ვთქვით ჩვენ და კვლავ გრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომ უფრო მეტად დახოცილიყოს და უფრო მეტად ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯები გაიხარჯოს თუნდაც. კარგით, და აი ფინალში მინდა კითხოთ რამდენიმე პრიორიტეტის შესახებ კიდევ ეს გახლავთ გამწვანება და განათლება. მილიონი ხის პროექტი, როგორც გვეუბნებიან ჩვენ დასრულდება მომავალ წელს და ასევე განათლებაში ჩაიდება განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება დედაქალაქისთვის. აი კონკრეტულად რაში დაიხარჯება ეს ორი მიმართულების თვის გამოყოფილი თანხა, ეს სიმწვანეს დედაქალაქში ჯერჯერობით ვერ ვამჩნევთ დიდი დოზით, მილიონი ხე წესით უნდა კარგად ჩანდეს. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ კონკრეტულად გვაქვს თუნდაც მილიონი ხის პროექტზე, როდესაც ვსაუბრობ და კონკრეტულად გვაქვს ამ ხეების რაოდენობა და სადღაც დაახლოებით 650,000-ზე მეტია უკვე დარგული ქალაქ თბილისის მასშტაბით გამწვანების თუნდაც ის ბაგები, აი მე შემიძლია შორს წაგვიყვანს თუ ეს ჩამონათვალი, თორე მარტო ვაზის უბანში შემიძლია რამდენი გამწვანების თუნდაც ლოკაცია შეიქმნა. ამავდროულად მიმდინარეობს თბილისის ზღვის გარშემო განვითარება. ამ განვითარება გამწვანების კუთხით და შემიძლია გითხრათ, მე თვითონ ვესწრებოდი ღონისძიებას, სადაც 10,000-მდე ზეთისყილის ხე დაირგო. ანუ რეალურად ჩვენ აქ თუ კი პოლიტიკურ სარჩულს მოვაცილებთ, ძალიან ადვილია თუნდაც ამ 650,000 ხის მოკვლევა თუ სად არის, რა ტერიტორიაზეა და ესა თუ ის გამწვანებითი აქცია სად არის ჩატარებული და რეალურად რას ემსახურება ეს ყველაფერი. ამიტომ ვსაუბრობ, რომ პოლიტიკური სარჩული მოვაშოროთ ამ ყველაფერს. პოლიტიკური სარჩული მოვაშოროთ და რეალურად ვიმჯეროთ ამა თუ იმ პრობლემები, რომლებიც ნამდვილად არსებობს და მე ამას ვიტყვი, რომ პრობლემებს აუცილებლად ჭირდება გადაჭრის გზა და ამ ბიუჯეტს იმდენად რაციონალურად არის ეს ყველაფერი გაწერილი, უნიკალურად არ ვსაუბრობ, რაციონალურად არის ეს ყველაფერი გაწერილი, რომ რეალურად იგრძნობს ქალაქ თბილისის მოსახლეობა. კარგით, დიდი მადლობა. დაველოდებით ჩვენ ამ კონკრეტულ ეფექტს. გადავდივართ ოპოზიციისკენ. თამარ ცინცაბაძე, საკრებულოს წევრი ფრაქცია დედაქალაქიდან. გამარჯობა, ქაბატონ თამარ. მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენი კრიტიკული შენიშვნები რაში მდგომარეობს, თუ შეიძლება რომ მოკლედ ჯერ პუნქტობრივად გითხრათ და შემდეგ ჩაუღრმავდეთ. მოგესალმებით ნინო, დღეს მე მინდა დავიწყო იმით, რითიც ბატონმა მერმა დაამთავრა თავისი გამოსვლა. მან თქვა, რომ მეტი რა გავაკეთოთ. ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და ფაქტიურად ამით ყველაფერი თქვა მან. ესე იგი რეალურად მათ არ შეუძლიათ ამაზე უფრო მეტის კეთება. და მე იმეც ვიტოვებ, რომ შემდგომი მერი და შემდგომი აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება ისეთი, რომელიც გაცილებით უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს ჩვენი დედაქალაქისათვის. ეხლა რაც შეეხება ბიუჯეტს, რომელიც დღეს მიიღო უმრავლესობამ, ჩვენ ამ ბიუჯეტისთვის მხარი არ დაგვიჭერია. მიუხედავად იმისა, რომ აი ჩემი წინა გამომცვლელი ამბობს, რომ ეს არის ადამიანის მოთხოვნებზე ორიენტირებული და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ჩვენს დედაქალაქში, ჩვენ ამას ასე არ ავთვლით და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ასე არ განიხილავს საკითხს ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლები. აი 800 მილიონზე მეტია ქაბატონ თამარ გამოყოფილი ბიუჯეტის 800 მილიონზე მეტი არის დედაქალაქის ბიუჯეტი. რა ნაწილი არის ორიენტირებული მოქალაქეზე, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი აქედან მთელი ამ პროექტიდან. აი როგორც აცხადებს, როგორც მთლიანად ორიენტირებული არისო მოქალაქეებზე, ამას აცხადებენ ისინი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცოტა სხვაგვარად უნდა ყოფილიყო ბიუჯეტში თანხები გადანაწილებული, თუნდაც აი ამ 800 მილიონის ფარგლებში, რომ ეს უფრო შეგრძნებადი ყოფილიყო თითოეული მოქალაქისათვის. აი დავიწყოთ მაგალითად იმითი, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არის შემცირებული და როგორც მერმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო შემცირება. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ აქ არის კიდევ რეზერვი და მერმაც ესე ბრძანა, თუ იქნება პოლიტიკური ნება, კიდევ შეიძლება რომ შემცირდესო. ზუსტად ამაში არის საქმე, რომ მათი პოლიტიკური ნება გაჩერდა იმ დონეზე, რა დონეზეც არის ახლა გაჩერებული და რომ მათი პოლიტიკური ნება არ არის, რომ კიდევ უფრო მეტად მოიჭირონ კამრები. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ბიუჯეტი დიახ ნინო. არა, გისმენთ, არ მესმის. გისმენთ.
აი თქვენ საუბრობდით საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და City Park-ის პრობლემას შეეხეთ და აი ეხლა მოიწონა ამ ახალგაზრდა საკრებულოს წევრმა ის პოზიცია რომ უკვე საკრებულოს გადმოეცა ეს საკითხი განსახილველად და უნდა შეექმნას კომისია, თუმცა ჩვენ ვთვლით რომ ეს არის დაგვიანებული 3 წელიწადი არის აი ამ პრობლემით ცხოვრობს დედაქალაქის მოსახლეობა და ეს პრობლემა მოსulis დღიდან ძალიან კარგად იცოდა მერმა და 3 წლის თავზე ამბობს რომ ჩვენ ამ საკითხს ვერ მოუარეთ და მოდით ეხლა თქვენ შექმენით კომისია. აი ეს არის არასწორი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. აქ არ არის საუბარი აუცილებლად 25 მილიონი ლარის გადახდაზე იმ შემთხვევაში თუ გაწყდება კონტრაქტი. იმიტომ რომ იქ არის იმისი საშუალებები რომ იურიდიულად ისე იყოს საქმე წაყვანილი რომ შესაძლებელია მათ აქეთ კონდეთ რაღაცა ფული მოსატანი ჯარიმის სახით. თუმცა ქალბატონ თამარ უკაცრავად როდესაც თქვენ ხა პრინციპში ოპოზიცია ხართ და კრიტიკა ძალიან გასაგებია თქვენი მხრიდან და სავარაუდოდ სწორიც არის უბრალოდ მე მაინტერესებს ასეთი რამ მკითხოთ როდესაც 13%-ით მცირდება საპრემიო და სახელმწიფო ფონდი არსებულთან შედარებით არის თუ არა ეს მაინც პოზიტივი რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, მაგრამ ბიუჯეტის ჩასვლას თუ კარგად გავივლით, ჩვენ ვნახავთ ზოგიერთ ისეთ სტრუქტურას, სადაც პრემიაზე და დანამატზე გამოყოფილია იმდენივე თანხა, რამდენიც თანამდებობრივი სარგოსთვის და აი ამას მიაქციონ ყურადღება. აი მაგალითად თუ შეგიძლიათ დამისახელოთ კონკრეტულად რომელ სიბზე საუბრობთ, რომელ დეპარტამენტზე? რამდენიმე არის ესეთი სტრუქტურა. არა, რამდენიმე სტრუქტურა, ეს არ არის მხოლოდ ერთი სტრუქტურა, ზუსტად ამიტომ მოუწოდებთ ჩვენ მერიას, რომ გადაავლონ ამას თვალი და მაინდა-მაინც სახელმწიფო ხელისუფლებიდან და პრემიერ-მინისტრიდან მითითებას ნუ დაელოდებიან და მოიქცნენ ისე, როგორი მდგომარეობა და სიტუაციაც არის ჩვენს ქვეყანაში. მაშინ როცა ბაგაბაღის აღზრდელის ხელფასის გაზრდისთვის არ გამოიძებნა თანხა და ამ ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უვლიან საკმაო რაოდენობით ბავშვებს ჩვენ ვიცით რომ ეს ზოგ შემთხვევაში 40 და 50 პატარა არის იმიტომ რომ არ აკმაყოფილებს ის რაოდენობა ბაგაბაღების რომელიც დღეს არსებობს ჩვენს დედაქალაქში მოთხოვნას რაც კი არის მოსახლეობაში აი ამ ადამიანებს როდესაც აქვთ ანაზღაურება 300 ლარი და ჩვენ სულ გვპირდებიან რომ გაითვალისწინებენ და ეტაპობრივად მოხდება ზრდა ვერ გამოიძებნა ეს თანხები ჩვენ ვთვლით რომ ეს არ არის სამართლიანი და სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. აი ეკოლოგიაზე იყო საუბარი. მე მინდა სწორედ გაიგოს ჩვენმა მოსახლეობა. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ მილიონი ხე დაირგო თუ არ დაირგო. მილიონი ბუჩქი და ეხლა უკვე მილიონი ყვავილი დაირგვება თუ არ დაირგვება. საქმე იცით რაში არის, რომ არც მილიონი ხე, არც მილიონი ბუჩქი და არც მილიონი ყვავილი არ არის ჩვენი უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი. ეს რა თქმა უნდა არის მცირედი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ ამ დარგვებს არ აქვს. ძალიან ბევრი სხვა საკითხი არის ყურადღება გასამახვილებელი და ჩვენთვის აუცილებელი იყო დაგვენახა ის, რომ ზუსტად ასე მიუდგებოდა მერია ეკოლოგიის საკითხს ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ დღეს მერისაგან მოვისმინეთ ძალიან ბევრი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი გაიზრდება, რომ შემოსავლები მოიმატებს და ასეთ შემთხვევაში მოძებნილი იქნება თანხა იმისთვის, რომ ეკოლოგიას ცოტა უფრო მეტად დაეთმოს ყურადღება, იქ ძველი თბილისის საკითხს უფრო მეტად დაეთმოს ყურადღება, მაგრამ ეს ყველაფერი არის დაპირება. ის რაც ჩვენ დღეს გვაქვს ბიუჯეტი, რა სახითაც გვაქვს, ნამდვილად იმ გამოწვევებს ვერ პასუხობს, რომელიც ჩვენს დედაქალაქში არსებობს. დიდი მადლობა. აი ბინათ იმიცი,
ავარიული ბინების საკითხზე იყო ძალიან ისეთი შეკითხვები ოპოზიციის მხრიდან. არ არის საკმარისი, იცით, ის თანხა გაზარდეს პირველ პროექტთან შედარებით, გაიზარდა ამ კუთხით გამოყოფილი თანხები, მაგრამ არც ეს არ არის საკმარისი ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩვენ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ და მეტ თანხას ვიხდით იმ ადამიანებისათვის ბინების დაქირავებაში, რომლებსაც ჩამოენგრათ ბინები. ამიტომ აუცილებელი არის სრულიად სხვაგვარი მიდგომა ამ საკითხისადმი. ერთი კუთხით იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, თუ კი ეს შესაძლებელია და არ ჩამოინგრეს სახლები და მეორე მხრივ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ესე წლიდან წლამდე გაიზარდოს ბინების დაქირავებაში გადახდილი თანხა. ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკვე სოციალურ ბინათმშენებლობაზე. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ უკვე მე რამდენჯერ, აი რამდენი ბიუჯეტი შემოვიდა, იმდენჯერ დავაყენეთ ერთ საკითხი და ამაზე არანაირი რეაგირება არ არის. დღეს ერთი დამაიმედებელი არის ის, რომ უკვე უმრავლესობის მხრიდანაც გაჟღერდა ეს საკითხი და იქნებ ეხლა მაინც მიაქციოს ამ თემატიკას მერიამ ყურადღება. მადლობ და აი ფინალში გაბატონ თამარ, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ მომავალ წელს ამ ბიუჯეტის პირობებში განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება ისეთი მოქალაქეებისთვის დედაქალაქში, რომ მათთვის იყოს საგრძნობი? ასე ვფიქრობ და ზუსტად ამიტომ არ დაუჭირეთ მხარი. ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს ეს და სამწუხაროდ ეს ბიუჯეტი ამ მოცემულობით, როგორითაც დღეს იქნა მიღებული, ასეთ გამოწვევას ვერ პასუხობს. მადლობთ. თამარ ცინცაბაძე, საკრებულოს წევრი, ფრაქცია დედაქალაქიდან პასუხობდა რიან შეკითხვებს. ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ სირია და ალეპო. ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭო. დროებით.